გაუტეხელი მამის გაუტეხელი შვილი, დელი სვიმონი, დელი ნიშნავს მეგობრებო გიჟს გადარეულს და მიხვდები თუ რატომაც დაარქვა ჩვენმა მტერმა მას დელი. მართლა გადარეული იყო, მას შეეძლო 20-30 კაცი მარტო შევარდნილი იყო და მარტო მებრძოდა. იგი მთელი ცხოვრება იბრძოდა ყიზილბაშების წინააღმდეგ, ოსმალების წინააღმდეგ, როგორც მამამისი ლუარსაბ პირველი. ახლა ისტორიას რო გადავხედოთ, ხო, ძლიერ მეფე, ძლიერი მემკვიდრე ძალიან იშვიათი რო ყოლოდა და ეს ის შემთხვევაა და ამიტომ მიყვარს ეს ორი მამაშვილი ყველაზე მეტად. 1556 წელს ლუარსაბი უკვე მოხუცებული იყო და სვიმონს ჩააბარა ქართველთა ჯარი და ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. სამწუხაროდ ლუარსაბ პირველი დაიჭრა სასიკვდილო და გარდაიცვალა. შემდეგ უკვე 1579 წელს მოხდა ფარცხისის ბრძოლა, რომელიც ჩემს წიგნში ქართველთა ბრძოლების შესახებ რო წერ, იქ შევა მეორე ნაწილში, პირველი ნაწილი შეგიძლიათ იყიდოთ, მომწეროთ PDF ვერსია არის ელექტრონული წიგნი და იმეილზე გადმოგიგზავნით. ამ ბრძოლაში სამწუხაროდ ტყვეთ ჩაიგდეს სვიმონ პირველი, ვიღალატეს კახაბერ ყორღანაშვილმა უღალატა გასცა რომ ეს არის სვიმონ მეფეო და დაიჭირეს. და შემდეგ უკვე ყორღანაშვილიც იცნეს საჩინო ბარათაშვილმა დაიჭირა და კლდიდან გადმოაქვთ. ესეთი ბედი ეწია მოღალატე და ყველა მოღალატეს ესმოელის იმედი მაქვს. შემდეგ ალამუთის ციხეში გამოკეტეს 10 წელი იყო ციხეში და ოსმალების წინააღმდეგ გამოუშვეს ირანელებმა. წარმოიდგინე რომ ოსმალების წინააღმდეგ ებრძოლა. გამოუშვეს და მართლაც აიღო ისევ ხმალი და ისევ დაიწყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა და ასე გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. სულ ხელში ხმალი ეჭირა და ბოლოს ეს იმაზე მწყდება გული რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ მოუწია გარდაცვალება და აქ დასაფლავება, რა გარდაეცვალა ოსმალეთში.